ახლა კი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მსოფლიოს ყურადღება ხვალ საფრანგეთისკენ იქნება მიპყრობილი. საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ქვეყნის მასშტაბით მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და შეწყვეტილია პოლიტიკური აგიტაცია. ანალიტიკოსების აზრით ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება გაუჭირდება. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია. საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ქრონიკის გადამღები ჯგუფიც აშუქებს დუმილის დღე და პროგნოზები. ნახეთ სოფო ზურაბიანის რეპორტაჟი პარიზიდან. დუმილს საფრანგეთში დღეს კანონი ითხოვს. ხმებს მთავარი კანდიდატები ასე უხმოდ პოსტერებიდან ითხოვენ. არჩევნების წინა დღეს აგიტაცია აკრძალულია. ამ შიშის კარს მიღმა სარკოზის შტაბია. ჩვენ ვიყავით შიგნით და ვნახეთ, რომ გამალებული მუშაობა მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების პირველ ტურამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი. თუმცა კომენტარს სარკოზის შტაბში დღეს არ აკეთებენ, ისევე როგორც სხვა შტაბებში. საფრანგეთში დღეს დუმილის დღეა. საფრანგეთში დგას კითხვა. მოახერხებს თუ არა პრეზიდენტი სარკოზი პოსტის მეორე ვადით შენარჩუნებას. თუ ვერ, მაშინ საფრანგეთი მემარცხენე ხდება. 1991 წლის შემდეგ პირველად ხელისუფლებაში მემარცხენე სოციალისტები მოვლენ. სოციალისტების გამარჯვების შემთხვევაში იმდენი ცვლილება ვერ განხორციელდება, რაც ფრანსუა მიტერანმა თავის დროზე შეძლო. იმდენად ბევრი პრობლემაა საფრანგეთის წინაშე, რომ სარკოზის პარტიისათვის ახლა კარგიც გია, რომ არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს. სოციალისტები ამბობენ, რომ გამარჯვების იმედი აქვთ და დასტურად ბოლო გამოკითხვების შედეგები მოყავთ. ეს სოციალისტების შტაბია. ფრანსუა ოლანდისთვის აქაც ბოლო დეტალები სრულდება, ტექნიკური რასაკვირველია. ფრანსუა ოლანდი არენაზე საფრანგეთში დომენიკ შტროსკანის შემდეგ გამოჩნდა, როცა ეს უკანასკნელი სექსუალურ სკანდალში გაეხვა. ამის შემდეგ სოციალისტებმა აქცენტი ფრანსუა ოლანდზე გააკეთეს და არჩევანი გამართლდა, ვინაიდან ის იქცა სარკოზის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ამ არჩევნებში. ჟურნალისტები ორივე მთავარი კანდიდატის შტაბების წინ ემზადებიან. პირდაპირი ტრანსლირებისთვის საჭირო აპარატურა უკვე მონტაჟდება. ჯერ უცნობია, რომელი შტაბიდან მოუწევთ პირველ ტურში გამარჯვებული შეძახილების გაშუქება. არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ არჩევნებს მსოფლიო მედია აშუქებს. ხვალ საღამოს 8 საათზე, როცა ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება, პირველი ეგზიტ პოლებიც გამოქვეყნდება. მე იმედი მაქვს, რომ სარკოზი გაიმარჯვებს, რადგანაც ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. სარკოზი ერთადერთია, ვინც ამ სიტუაციაში ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ჩემი ფავორიტი კანდიდატი ფრანსუა ბაიროა, მაგრამ შიშობ, რომ ნიკოლე სარკოზი მას არჩევნებში მოუგებს. ამიტომ მე ხმას ვაძლევ ფრანსუა ოლანდს. ვფიქრობ, რომ ფრანგებს ახლა ყველაზე მეტად გაერთიანება გვჭირდება და ფრანსუა ოლანდი ამისთვის შესანიშნავი კანდიდატია. ძალიან რთული არჩევნები იქნება. მთავარი ფაქტორი ხმის მიცემისას საფრანგეთის ეკონომიკაა. ვფიქრობ, ფრანგები ამის მიხედვით გააკეთებენ არჩევანს და ის მოიგებს, ვინც ფრანგების აზრით კრიზისს გაუმკლავდება. მემარცხენე იქნება საფრანგეთის მთავრობა მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თუ მემარჯვენე Vive la République et vive la France! ამას სავარაუდოდ მეორე ტური გადაწყვეტს 6 მაისს, რადგან პირველ ტურში წინასწარი მონაცემებით ვერც ერთი კანდიდატი მოახერხებს გადალახოს 50%-იანი ზღვარი. ამიტომ მეორე ტურში ჰოლანდსა და სარკოზის შორის ის გაიმარჯვებს, ვისაც დანარჩენი კანდიდატების მომხრეები მისცემენ ხმას. ჯამში საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. დღეს პარიზისთვის ჩვეულებრივი დღეა. აქ ცხოვრება ისე გრძელდება, როგორც ადრე. ტურისტების რაოდენობა ზუსტად იმდენივეა. მაგრამ ყველა აქ ჩამოსულმა ადამიანმა იცის, რომ ხვალ საფრანგეთში მნიშვნელოვანი დღეა. არჩევნების პირველი ტური. სოფო ზურაბიანი,